ყველა ისტორია, რომლებსაც ამ ფილმში განვიხილავთ, კერძო შემთხვევაა და ჩვენი მიზანი არ არის მათ საფუძველზე განზოგადებული დასკვნების გაკეთება. 3 პაციენტის გარდაცვალების ფაქტი პრესტიჟულ კლინიკებში, სახელგანთქმული ექიმების ხელში და სოლიდური დაფინანსების პირობებში. გამომძიებელმა რეპორტიორმა 3 სამედიცინო შემთხვევის ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. შემთხვევების სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფიდან ავიღეთ. 2017 წლის აპრილში ჯოენის სახელობის კლინიკაში კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩენილი პაციენტი უგონო მდგომარეობაში ტუალეტში იპოვეს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. 2016 წლის მარტში ერთი კვირის განმავლობაში კლინიკა ლანცეტში ერთი და იმავე ოპერაციის შედეგად 2 პაციენტი გარდაიცვალა და ორივეს ოჯახი სამედიცინო პერსონალს სდებს ბრალს მომხდარში. 2014 წლის მარტში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში დიაგნოზის დაუსმელობის გამო 3 ბალიანი კომა განუვითარდა 3 თვის ბავშვს. დღეს ის 3 წლის არის, აპარატის საშუალებით ცოცხლობს და მისი სხეული კომურ მდგომარეობაში იზრდება. რა მოხდა სამედიცინო კლინიკებში? – 2016 წლის მარტში ერთმანეთის მიყოლებით ერთსა და იმავე კლინიკაში 2 პაციენტის სიკვდილი დაფიქსირდა. ეს მოხდა კლინიკა ლანცეტში. ორივე პაციენტი ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა. გიორგი ჩუბინიძე 40 წლის იყო, კარლო კეკელიძე 64 წლის. მათ ოპერაციებს შორის შუალედი 5 დღეა, მათ გარდაცვალებებს შორისაც 5. ორივე ოპერაცია ერთმა და იმავე ჯგუფმა ჩაატარა. ბაქოს მენავთობეთა ცენტრალური კლინიკის ტრანსპლანტოლოგიის ცენტრის დირექტორის მირჯალალ ქაზიმის ხელმძღვანელობით. უბრალოდ კონსულტაციისთვის მივედით, მეტი არ ვაპირებდით ჩვენ ამ გაკეთებას. რომ შევედით, ეგრევე ნახეს ძველი ჩვენი ჩამოტანილი ესპანეთიდანაც ანალიზები, ყველაფერი და დაგვინიშნეს ტომოგრაფია. ერთო მეორე დღეს მივედით პასუხზე და გვითხრეს, რომ გჭირდება კი არა და აუცილებელია შენთვის, რომ აუცილებლად უნდა გაიკეთო. აზერბაიჯანელი ექიმების განცხადებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ორივე პაციენტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. გიორგი ჩუბინიძისთვის იმიტომ, რომ ექიმების თქმით, ტომოგრაფიამ ვენის კარის თრომბი აჩვენა, ამას კი შესაძლოა დაგვიანების შემთხვევაში გამოუსწორებელი შედეგი მოჰყოლოდა. გაკვირვებულმა პაციენტმა ექიმებს ესპანეთში ქალაქ ბარსელონას მუთუე ტერესას კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევები აჩვენა. უთხრა, რომ 3 თვის ჩამოსული იყო ბოლო გამოკვლევიდან. ესპანელმა ექიმებმა, რომლებმაც წელიწადნახევრის წინ ციროზის დიაგნოზი დაუსვეს, 6 თვის თავზე ორჯერ გადაამოწმეს მისი მდგომარეობა და ორივეჯერ დამაკმაყოფილებლად ჩათვალეს. ღვიძლის გადანერგვა საჭიროდ ისევ არ მეიჩნიეს. კონტროლისთვის 6 თვის შემდეგ კლინიკაში ვიზიტი ისევ დაუნიშნეს. ჩუბინიძეს ვიზიტი ესპანეთში აპრილში უწევდა, მაგრამ მარტში ის თბილისში კლინიკა ლანცეტში ოპერაციიდან ზუსტად 8 დღის შემდეგ გარდაიცვალა. დღეს სამართალდამცავები არკვევენ, ჰქონდა თუ არა გიორგი ჩუბინიძეს ღვიძლის ვენის კარის თრომბოზი და უნდა გამხდარიყო თუ არა ეს დიაგნოზი ღვიძლის გადანერგვის საფუძველი. აუცილებლად უნდა გაიკეთო, იმიტომ ტრომბი გაქვს ვენასთანო, ღვიძლის ვენასთან, თუ კი ესო ჩაიკეტაო, მაშინაც ჩათვალე ხა მოკლით არ მოჰკლავსო, მაგრამ ოპერაციას ვერავინ სოფლიოში ვისთანაც არ უნდა მიმართო, რომელ ქვეყანას არ უნდა მიმართო, ვერავინ ხელს ვეღარ მოკიდებსო. 2016 წელს მარტში ჩატარებული გამოკვლევების პასუხში, რომელსაც აზერბაიჯანელი ექიმი ალი ალიევი აწერს ხელს, წერია, რომ გიორგი ჩუბინიძეს აღენიშნება ვენის კარის თრომბოზი, რაც ღვიძლის გადანერგვას საჭიროებს. 4 თვით ადრე გაკეთებულ კვლევაში კი, რომელიც ჩატარებულია ესპანეთის მუთუე ტერესის კლინიკაში, ექიმ მონსერატ ფორნე ბანდერას მიერ მსგავსი დიაგნოზი არ ფიქსირდება. რა მოხდა 4 თვეში? რამ შეცვალა ჩუბინიძის მდგომარეობა ასე რადიკალურად ესპანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ? რატომ გახდა საჭირო ღვიძლის სასწრაფო ტრანსპლანტაცია, რასაც შედეგად პაციენტის გარდაცვალება მოჰყვა? გამომძიებელმა რეპორტიორმა ესპანელ ექიმებთან კიდევ ერთხელ გადაამოწმა ჩუბინიძის ავადმყოფობის ისტორია და მიიღო პასუხი, რომელშიც გვიდასტურებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევებით გარდაცვალებამდე 4 თვით ადრე ჩუბინიძეს ღვიძლის ვენის თრომბოზი არ აღენიშნებოდა და არც ღვიძლის ტრანსპლანტაცია საჭიროებდა.
მაგრამ აზერბაიჯანელმა ტრანსპლანტოლოგებმა შეძლეს ჩუბინიძის დარწმუნება საფრთხის გარდაუვალობაში. ჩუბინიძე იმაშიც დაარწმუნეს, რომ ესპანეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გადანერგვა შეუძლებელი იყო, რადგან მგზავრობა სავალალო შედეგით დამთავრდებოდა. ერთადერთი გზა ლანცეტში ოპერაციის გაკეთება ჩანდა. შეშინებული ოჯახი ქუთაისში გაემგზავრა ოპერაციისთვის საჭირო თანხის მოსაძიებლად. ოპერაცია გეგმიური წესით დაინიშნა. პაციენტს გეგმიური ოპერაციისთვის ამზადებდნენ. იგი თავს კარგად გრძნობდა. თავად დადიოდა ოპერაციისთვის საჭირო თანხის მოსაძიებლად და ოპერაციისთვის ემზადებოდა. თუმცა იგი სულ მალე თბილისში გამოიძახეს და სასწრაფოდ მეორე დღისთვის დაუნიშნეს ოპერაცია. ეს ანალიზები რაღაცებს ვაკეთებდი, მე სულ მეკითხებოდნენ, რომ რას აპირებთო. მე ვამბობდი, რომ ვაპირებთ ერთ-ორ თვეში ალბათ გავაკეთებთ, რომ თანხას მოვიძიებთ მეთქი. მირეკავენ, აი ამ წუთშივე მოდიო. დარეკეს ერთი 10 ჯერ. მე გიო ქუთაისში იყო, გიოსაც ურეკავდნენ, რომ შენ ცოლს უთხარი დროზე მოვიდეს სამავთყოფოში. ჩუბინიძე ოპერაციის შემდეგ 2016 წლის 15 მარტს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზს სამართალდამცავები ადგენენ. დაზარალებულმა მხარემ ეჭქვეშ დააყენა ჩუბინიძისთვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის საჭიროება. ადვოკატი პროკურატურისგან ითხოვს მედიკოსთა არაკომპეტენტურობისა და არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამოაშკარავებას. მედიკოსები კი ამტკიცებენ, რომ ამგვარი ოპერაციები ხშირად მთავრდება პაციენტის სიკვდილით. სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში გაკეთებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციებიდან დაახლოებით 25-30% ლეტალური შედეგით მთავრდება და ჩუბინიძის შემთხვევაც ამ სტატისტიკის ნაწილია. ვის მხარეს არის სიმართლე? გამომძიებელმა რეპორტიორმა მოიპოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლებიც ეჭქვეშ აყენებს გიორგი ჩუბინიძისთვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის საჭიროებას. პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაში ჩაწერილი დიაგნოზი, ღვიძლის ვენის კარის თრომბოზი ექსპერტთა განმარტებით არ უნდა გამხდარიყო ღვიძლის გადანერგვის საფუძველი. ღვიძლის კარის ვენაში თუ არის თრომბი, ის თრომბი მეტი ვეღარსად ვეღარ წავა, უკვე არის იქ. ეს არ არის ისეთი ლოკალიზაცია, თქვათ როგორც ფეხზეა, თქვათ რომ შეიძლება მოწყდეს, წავიდეს და სადღაც დაეცოს და ფატალური შედეგი დასრულდეს, ხო? ის უკვე არის გაჭედილი იქ და იქ უფრო მეტიც ის იმდენად მყარად არის ხოლმე ჩვეულებრივი, რომ მას სიზავს რო გაჭრი, იქიდან ამოღებაც კი გაძნელებულია. რა გახდა გიორგი ჩუბინიძის გარდაცვალების მიზეზი? მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა კლინიკას ავალდებულებდა გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით გარდაცვლილისთვის ექსპერტიზა ჩაეტარებინა, ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ გარდაცვლილის ოჯახმა გვამის ექსპერტიზაზე უარი განაცხადა, თუმცა უარი წერილობით არ არის დაფიქსირებული. შესაბამისად, იმის დადგენა იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი მედიკოსთა შეცდომა დღეს რთულია. ექსჰუმაცია ექსპერტების თქმით უშედეგო შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან რბილი ქსოვილების კვლევა ამდენი ხნის შემდეგ მათი თქმით პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთ გზად სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა რჩება. გარდაცვალების დროს ოჯახი იმდენად შოკში იყო და იმდენად განიცდიდა ამას, რომ მათ იმ მომენტში ასეთი რამე არ მოუფიქრებიათ, რომ ასეთი რამე გაეკეთებინათ, მაგრამ კლინიკას მათთვის არ შეუთავაზებია ამ გაკვეთის ჩატარება და არც ხელი მოუწერინებიათ იმისათვის, რომ ოჯახი ვარსაცხადებდა ექსპერტიზაზე. გამომძიებელმა რეპორტიორმა ძიება სწორედ ამ მიმართულებით წარმართა. ჩვენ მოვიპოვეთ გიორგი ჩუბინიძის ღვიძლის კომპიუტერული ტომოგრაფიის ის სურათი, რომელშიც მირჯალალ ქაზიმის ჯგუფმა ვენის თრომბოზი დაინახა. სურათი წასაკითხად გადავეცით დამოუკიდებელ ექსპერტებს და ტრანსპლანტოლოგებს. ვერც ერთმა მათგანმა ვენის კარის თრომბოზი სურათზე ვერ დაინახა. მას რა საფუძველზე მიეცა რეკომენდაცია ჩუბინიძეს, რომ გაეკეთებინა ღვიძლის გადანერგვა. და თუ გადანერგვა აუცილებელი იყო, რატომ ურჩიეს, რომ არ გაერისკა იმ კლინიკაში წასვლა საზღვარგარეთ, რომელშიც წელიწადზე მეტ ხანს მკურნალობდა, რატომ დააჩქარა კლინიკამ ჩუბინიძის ოპერაცია და რატომ უნდა გაკეთებულიყო ოპერაცია მაინც და მაინც ლანცეტში. პასუხის მთავარ ადრესატს მირჯალალ კაზიმს რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ ლანცეტის საქმის წარმომადგენლები. მათი თქმით, ტრანსპლანტოლოგი ეჭვს გამოთქვამს, რომ ვიღაცა მისი ოპერაციის წარუმატებლობას ხელოვნურად შეუწყო ხელი. დამირეკა გიორგიმ, დედაო,
წინასწარ გაფრთხილებო. არ იყვილო, რა არის დედა თქო, მე ვთხარი და რა არის დედაო და გადაწყვიტესო, დაილაპარაკესო, რომ თურმე დღესო, უნდა მომამზადონო. რა მომზადებაზეა დედა ლაპარაკი? მე ვთხარი უკვე 5 საათია და რანაირად შეიძლება ოპერაცია გაკეთდეს ხვალ 8-ში და შენ ჯერ მომზადებელი კაცი. ასე თვლიან საჭიროთო. მე ვთხარი გამოფხიზდი დედა. შენ კბილს არ იღებ ახლა დედა არ გამაგიჟო მე ვთხარი ჩამოვალ ახლა თქვა არ ჩამოხვიდე დედა გეხვეწებიო მითხრა დედა აიღუპავ შენთან და მღუპავ მეს თქვა მე ვთხარი ნუ ჩამტირებ ახლა ქალო ნუ მეუბნები მასეთ სიტყვებსო ოპერაცია 8 მარტს ჩატარდა არასამუშაო დღეს ექიმების განმარტებით 1 დღის დაკარგვაც არ შეიძლებოდა ოპერაცია დილის 11 საათზე დაიწყო და 20 საათსა და 40 წუთზე დამთავრდა ოპერაციის შემდეგ გიორგი ჩუბინიძემ ზუსტად 8 დღე იცოცხლა. გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა ლანცეტიდან წამოიღო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შესაძლოა სასამართლომ დანაშაულის მტკიცებულებად გამოიყენოს. დოკუმენტში წერია, რომ კლინიკაში შესული პაციენტი გიორგი ჩუბინიძე იყო მძიმე მდგომარეობაში. აღინიშნებოდა ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე, სითხე-მუცელში, ენცეფალოპათია, რაც მედიკოსთა განმარტებით არის პათოლოგია, რომლის ზოგიერთი ფორმის მქონე ადამიანი ვერ აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე. ლანცეტის ჩანაწერის თანახმად, სწორედ ასეთი მდგომარეობის გამო გაუკეთდა ჩუბინიძეს სასწრაფო ოპერაცია. მაგრამ ეს დოკუმენტი ერთ მნიშვნელოვან გარემოებასაც ამხელს, რომელზეც ალბათ ლანცეტის წარმომადგენლებს თავის დროზე არ უფიქრიათ. იმ ღამეს ჩუბინიძე ნოტარიუსთან წაიყვანეს. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ასეთ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მოაწერინეს ხელი ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე. გამომძიებელმა რეპორტიერმა კითხვით მიმართა ნოტარიუსს, როგორ გააფორმა ვალის აღიარების ხელშეკრულება ადამიანთან, რომლის მდგომარეობა სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად ძალზე მძიმე იყო. ისე როგორ გავაკეთებდი სანოტარო აქტს თავისი ფეხით შემოვიდა მოყვა მეუღლე და იყო თავისი ფეხით შეიძლება შემოვიდეს ჯანმრთელი იყო ჯანმრთელი ეხა მე ცნობა არ მომითხოვია შევხედე ადამიანს ვიზუალურად იყო ჯანმრთელი აბსოლუტურად ოპერაციის წინაღამეს პაციენტთან ვალის აღიარების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურაში ჩუბინიძის ადვოკატი თაღლითობის ნიშნებს ხედავს, რადგან ჯერ ერთი ვალი აღიარებინეს გამოუვალ მდგომარეობამდე მიყვანილ ადამიანს და მეორე ვალი გაფორმდა ფიქტიურად. ჩუბინიძემ აღიარა ვალის აღება მაშინ, როდესაც რეალურად მას არავითარი თანხა არ აუღია ვალად და არც უსარგებლია ამ თანხით. ლანცეტის ანგარიშზე არავითარი თანხა არ ჩარიცხულა. და მესამე გამსესხებელი იყო ლანცეტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, კლინიკის იურისტი. მსესხებელი გიორგი ჩუბინიძე აღიარებდა, რომ მისგან სესხულობდა 1 თვის ვადით $40,000 და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოდ კი სრულობდა ნასესხები თანხის 1%-ის გადახდას, რაც დღეში $400 შეადგენს. გარდაცვალების შემდეგ ჩუბინიძის ოჯახს კლინიკის წარმომადგენლებმა ვალის დაბრუნება სწორედ ამ საპროცენტო დანამატებით მოსთხოვეს. დღეს ამ ვალის რაოდენობა დაახლოებით $170,000 შეადგენს და თუ არა კლინიკის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავა, ჩუბინიძის ოჯახი მძიმე ვალის გადახდის აუცილებლობის წინაშე იდგებოდა. ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ლანცეტში მედიკოსთა იმავე ჯგუფმა გიორგი ჩუბინიძეზე 6 დღით ადრე კარლო კეკელიძეს გაუკეთა. დღეს უკვე დადგენილია, რომ მათ არც კარლო კეკელიძის და არც გიორგი ჩუბინიძის ოპერაციების ჩატარების უფლება არ ჰქონდათ. არც ერთი ოპერაციისთვის არ იყო გაცემული საქართველოს ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა. არც ერთი ოპერაციის დროს არ ჰქონდა აზერბაიჯანელ ექიმთა ჯგუფს საქართველოს სახელმწიფოს სერტიფიკატი რომელიმე საექიმო საქმიანობაში. დღეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო აცხადებს, რომ ლანცეტში ჩატარებული ოპერაციების შეფასება პროფესიული თვალსაზრისით ვერ მოხდება, რადგან ეს ოპერაციები უკანონოდ ჩატარდა. თქვენ როგორც მეუბნები, თქვენი ვალდებულება საექიმო საქმიანობის შესახებ კანონში, რაც არის გაწერილი, არ გაძლევდათ საშუალება პროფესიულადაც გამოგეკლიათ, რამდენად ადეკვატური იყო ისეთ რა რაც იქ ჩატარდა სამედიცინო კუთხე. როდესაც საკითხი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და აღვნიშნო, რომ როდესაც უკანონოა, დამთავრდა ის, რაც არ უნდა კარგად ჩაატაროს, ის არის უკანონო.
გამომძიებელმა რეპორტიორმა მოიპოვა დოკუმენტი, რომელითაც დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც მირჯალალ კაზიმის მიერ ჩატარებულ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციებს შეეწირა საქართველოს 2 მოქალაქე და მომხდარში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობის ვარაუდზე უკვე ხმაურობდა მედია, მას შემდეგ, რაც საქმის შესწავლის მოთხოვნით დაზარალებულებს უკვე ჰქონდათ დაწერილი საჩივარი ჯანდაცვის სამინისტროში, სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ მირჯალალ კაზიმს საქართველოში საექიმო საქმიანობის უფლება მიანიჭა ტრანსპლანტოლოგიაში. მარტში არის 2 მკვდარი ადამიანი მირჯალალ ქაზიმის ჯგუფის მიერ. ივნისში მას ეძლევა პროფესიული საქმიანობის უფლება. აი ამ დროის განმავლობაში რა გააკეთა ჯანდაცვის და შეგახსენებთ, რომ უკვე შემოტანილია თქვენთან აი ამ საკითხზე არაერთი შეტყობინება და განცხადება. როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ითხოვს ქართული სახელმწიფოსგან დროებით სერტიფიკატს, ამ სერტიფიკატის გაცემასაც თავისი კრიტერიუმები აქვს. თუ რაღაცა კრიტერიუმი არ არის კანონმდებლობით უარის კრიტერიუმს ვამბობ მე, არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, მასზე სერტიფიკატს ის გაცემაზე უარს ვერ იტყვით. ჩემთვის არის ერთადერთი რამე გასაგები, როდესაც რეგულირების სააგენტო პირდაპირ მწერს. მათ პასუხში კონკრეტულად არის აღწერილი, რომ მათ არ გააჩნდათ ნებართვა სამედიცინო საქმიანობაში არც ერთ საექიმო სპეციალობაში. კარლო კეკელიძე კლინიკა ლანცეტში აზერბაიჯანიდან მოწვეული ექიმების პირველი პაციენტი იყო, რომელსაც ღვიძლი გადაუნერგა მირჯალალ კაზიმის ჯგუფმა. 2016 წლის 5 მარტს ტელევიზიებმა ლანცეტში წარმატებით ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის პირველი ოპერაციის შესახებ მაყურებელს აუწყეს და სტუდიაში მოიწვიეს კლინიკის მთავარი ექიმი აზერბაიჯანელ ქირურგთან ერთად. კლინიკის წარმომადგენლებმა რამდენიმე არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდეს მაყურებელს. მათ თქვეს, რომ ოპერაცია ამერიკის მოქალაქეს გაუკეთდა, რომ ამერიკელები საქართველოში ჩამოვიდნენ ღვიძლის გადანერგვისთვის, რადგან აქ ამ ოპერაციას ცნობილი ქირურგი აკეთებდა. ოპერაციის წარმატების დასადასტურებლად მათ კლინიკიდან პირდაპირ ეთერში ჩართეს ახლად ნაოპერაციები, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი და მისი დონორი, რომელთაგან ერთი ინგლისურად, მეორე კი რუსულად საუბრობდა იმის ნიშნად, რომ ისინი მართლაც არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ სიუჟეტიდან ზუსტად 3 დღის შემდეგ კარლო კეკელიძე გარდაიცვალა. მალევე გაირკვა, რომ ის არათუ ამერიკის მოქალაქე იყო, არამედ ნამყოფიც კი არ იყო ამ ქვეყანაში. თქვენ რატომ არ უთხარით, რომ თბილისელები იყავით? რატომ ამბობდით, რომ ამერიკელები იყავით? ჩვენ არ ვითქვია, ეს ტყუილი, რას ქვია? ის რომ პირველად გავიგე, რომ თბილისი ბავშვი არის ამერიკიდან, ყველა მიცოდა, თორე რას ქვია თბილისელები რო არ ვიყავით, ჩვენს ბინაში ცხოვრობთ, სასტუმროში ცხოვრობთ. დიახ, სასტუმროში რატო ცხოვრობდით ეს? არ ცხოვრობდით ჩვენ სასტუმროში. დღეს კლინიკის მაშინდელი მთავარი ექიმი ვერ პასუხობს კითხვაზე, რატომ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია მაყურებელს. ამბობს, რომ ამ დროს, როდესაც როგორც მთავარი ექიმი რეკლამას უკეთებდა აზერბაიჯანელი ტრანსპლანტოლოგების საქმიანობას, შვებულებაში იმყოფებოდა და კანონით მირჯალალ კაზიმის მიერ ჩადენილ ვერც ერთ ქმედებაზე პასუხს ვერ აგებს. შეხებლობა გარდა იმისა, როგორც კარდიოლოგის მე არ საერთოდ. როცა გადავწყვიტე, რომ შემხებლობა მქონდა, ამის გამო დავეჯახეთ ერთმანეთს, ჩამომაშორეს და გამიშვეს. კი ბატონო, მესმის. მე რა უნდა მეკნა? შემოვივარ და კაბინეტში და ადამიანის თვალწინ დამამხო თავზე, რომ მე მეწინააღმდეგები მის იმას, მე არ მინდა ტრანსპლანტაციის განვითარება საქართველოში და მე ხელს უშლი ყველაფერში. ეს გააკეთა ფარმანმა? ფარმანმა აბავი გადაწყვეტილების მიმღებიდან, სარაფია გადაწყვეტილების გამტარებელი იყო თვითონ ფარმანი. მე ვირას მეკითხებოდა. ლანცეტის დამფუძნებელი ფარმან ჯეირანლი, რომელსაც მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს ლანცეტის ყოფილი მთავარი ექიმი, თავს დამნაშავედ არაფერში გრძნობს. მან გამომძიებელ რეპორტიორს ადვოკატის საშუალებით უპასუხა რამდენიმე კითხვაზე და განაცხადა, რომ ლანცეტს მისი დირექტორობის პერიოდში კანონები არ დაურღვევია. მერერა, რომ ოპერაციების სერტიფიკატის უქონლად ჩატარდა. ამაზე ფარმან ჯეირანლის აქვს პასუხი. ის ირწმუნება, რომ ჩუბინიძის ოპერაციისთვის თანხმობას კლინიკა ვერ დაელოდებოდა, რადგან საექიმო საქმიანობის შესახებ კანონი აძლევდა უფლებას, რომ სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაცია ერთჯერადად სერტიფიკატის უქონლად გაეკეთებინათ. საქართველოს კანონი არსებობს საექიმო საქმიანობის შესახებ მე-11 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ როდესაც არის სასწრაფო ოპერაცია გასაკეთებელი, ასეთი ნებართვა არ არის აუცილებელი, რომ მანამდე და მოიპოვონ, იმიტომ რომ დრო ამას არ ითმევს,
ოპერაციის შემდეგ უნდა მიიღონ ასეთი ნებართვა და თუმცა ეს ლოგიკა მაშინვე ჩიხში აქცევა, როგორც კი გიორგი ჩუბინიძის ავადმყოფობის ისტორიაში ჩაიხედავთ. იქ დაფიქსირებულია, რომ პაციენტს ჩაუტარდა არა სასწრაფო, არამედ გეგმიური ოპერაცია. საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტებზე პასუხი ჯერ არავის უგია. ოპერატორთა ჯგუფი ღვიძლის მეორე ტრანსპლანტაციის შემდეგ ყისიერად გაფრინდა ბაქოში. რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ მირჯალალ კაზიმი რჩებოდა ლანცეტში. მეორე პაციენტის გარდაცვალების დღეს კლინიკაში უკვე ვეღარც ის იპოვეს. საქართველოში მიმდინარე გამოძიების მთავარი ადრესატი, ექიმი, რომელმაც ღვიძლის გადანერგვის სულ 2 ოპერაცია ჩაატარა საქართველოში, ორივე ლეტალური შედეგით დაასრულა და ორივე ოპერაციის ისტორიიდან დიდი კითხვის ნიშნები დატოვა, საქართველოს მართლმსაჯულებისთვის ხელმიუწვდომელია. სამოცდასამი წლის ზურაბ შოთაძე 2017 წლის 13 აპრილს ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრში უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. ის არ გარდაცვლილა არც ოპერაციული და არც პოსტოპერაციული გართულებით. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ექიმებმა ოჯახს უთხრეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ოპერაციიდან 17 საათის შემდეგ ინტენსიური განყოფილებიდან იგი პოსტინტენსიურ ბლოკში გადაიყვანეს. იმ ღამესვე 11 აპრილს გამთენიისას ეგთანმა პაციენტი უგონო მდგომარეობაში ტუალეტში იპოვა. შოთაძეს კარის შიგნიდან ჰქონდა ჩაკეტილი და შველას ითხოვდა. მედპერსონალმა ყვირილის ხმაზე კარი შეანგრია. როგორც კლინიკის ხელმძღვანელებმა გვითხრეს, საშველად მისულ მედპერსონალს შოთაძე უკვე უგონო მდგომარეობაში დახვდა. საჭირო გახდა მეორე ოპერაცია, რომელიც უშედეგო აღმოჩნდა. პაციენტი მეორე დღეს გარდაიცვალა. რა მოხდა 11 აპრილს ჯოენის კლინიკაში? სულ რაღაც 17 საათი გამოვიდა, რომ იყო რეანიმაციაში. პირადი ექთანი არ ყავდა და ეს ექთანი და როგორც შემდეგ გავიგე, ბევრი ავადმყოფიება რა. ზურაბ შოთაძეს ისევე როგორც ყველა სხვა პაციენტს კლინიკამ სტაციონარში მოთავსებამდე ხელშეკრულება დაუდო, რომელშიც წერია, რომ სამედიცინო ცენტრი იღებს რამდენიმე ვალდებულებას გადახდილი თანხის შესაბამის მომსახურებაში მკურნალობის ყველა ეტაპზე, მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდში. ეს კი დოკუმენტის თანახმად ნიშნავს მომსახურებას ინტენსიურ ბლოკში და ყველა შემდგომ ეტაპზე, როგორც საავადმყოფოდან გაწერამდე, ასევე გაწერის შემდეგ დაკვირვების პერიოდში. ჯოენის კლინიკა პაციენტებს დოკუმენტურად აწვდის ინფორმაციას ყველა მოსალოდნელი გართულების შესახებ პოსტოპერაციულ პერიოდში. ზურაბ შოთაძემაც მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს და მიიღო ინფორმაცია, რომ აორტოკორონარული შუნტირების შემდგომ, რომელიც ზურაბ შოთაძეს ჩაუტარეს, შეიძლება განვითარდეს სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რომელიც სხვა გართულებასთან ერთად ტოვებს გართულებას ნერვულ სისტემაზე. ასე დროს გაუგებარია, რატომ არ ითვალისწინებდა კლინიკის შიდა განაწესი ინტენსიურ ბლოკში პაციენტების ხანგრძლივად გაჩერებას, ან მეორე მხრივ პოსტინტენსიურ ბლოკში, სადაც პაციენტები ოპერაციიდან მოკლე პერიოდში გადაჰყავდათ, რატომ არ იყო დაცული პაციენტების გარანტირებული უსაფრთხოება ოპტიმალური მეთვალყურეობის ფორმით. გავაფრთხილე, რომ ძალიან აღგზნებულია და იქნებ მიხედოთ მეთქი და ამამშვიდა მან მითხრა, რომ არაუშავს ესე იცის ნარკოზის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ზომებს. გამომძიებელმა რეპორტიორმა ჯოენის სამედიცინო ცენტრს მიმართა რამდენიმე შეკითხვით. კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ავთანდილ ცინცაძემ გითხრა, რომ კლინიკას მთლიანად აქვს გაცნობიერებული მომხდარის ტრაგიზმი და არ უარყოფენ, რომ პაციენტის სიკვდილი განაპირობა კლინიკაში სამეთვალყურეო რეჟიმის არასრულყოფილებამ. თუმცა ამ შემთხვევისთვის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს მხოლოდ კონკრეტულ პირს, კერძოდ იმ მედპერსონალს, რომელიც იმ ღამეს მორიგეობდა პოსტინტენსიურ ბლოკში, რადგან მათ შიდა განაწესის მიხედვით, როგორც კლინიკაში განგვიმარტეს, ევალებოდათ პაციენტების საათში ერთხელ გეგმიური შემოწმება, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა ზურაბ შოთაძის შემთხვევაში. გამომძიებელმა რეპორტიორმა გადაამოწმა ჯოენის კლინიკის 20 წლიანი პრაქტიკის ისტორია და ვერ აღმოაჩინა ანალოგიური მიზეზით პაციენტის გარდაცვალების შემთხვევა. გამოდის, რომ რეჟიმი, რომელმაც 20 წლის განმავლობაში წარმატებით იმუშავა პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაში, ერთი პაციენტის შემთხვევამ ძირფესვიანად დაანგრია. კლინიკის ადმინისტრაციამ აგვიხსნა, რომ ეს სამედიცინო ცენტრი საერთაშორისო სტანდარტების ზუსტი დაცვით ფუნქციონირებს, მათ შორის პოსტოპერაციული მკურნალობის ეტაპზე.
თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებსაც გამომძიებელმა რეპორტიორმა კარდიოქირურგიის სხვა ცენტრებში მიმართა კონსულტაციისთვის, ამტკიცებენ, რომ ამ ტიპის ოპერაციის შემდგომ ინტენსიური თერაპიის დროდ რეკომენდირებული არ არის 17 საათი, რომ ეს არ არის საერთაშორისო სტანდარტი, რომ პაციენტს არ შეიძლება მიეცეს დამოუკიდებელი გადაადგილების უფლება ოპერაციიდან 3 დღის განმავლობაში. შოთაძის გარდაცვალების ფაქტმა ჯოენის კლინიკაში პოსტოპერაციული თერაპიის რეჟიმი შეცვალა. დღეისთვის პაციენტები დაჩქარებული წესით აღარ გადაჰყავთ ინტენსიური თერაპიის ბლოკიდან. თუმცა მომხდარის მიზეზების დადგენას ოჯახი სამართალდამცავების საშუალებით ცდილობს. ისინი პროკურატურისგან მოითხოვენ იმ პირების გამოვლენას და დასჯას, რომლებმაც არ შექმნეს ან არ შეასრულეს ის სამედიცინო მეთვალყურეობის რეჟიმი, რომელიც დაიცავდა მათი ოჯახის წევრს ასეთი ფატალური დასასრულისგან. ძიება დაწყებულია. ჯოენის კლინიკის ადმინისტრაციამ ძიების დამთავრებამდე ფილმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ნიკოლოზ დიდებაშვილი 2014 წლის 5 იანვარს დაიბადა ახალ სამშობიარო ცენტრში. სამშობიარო სახლიდან გაწერისას ბავშვს ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჰქონდა. ჩანაწერში მხოლოდ ის ფიქსირდება, რომ ახალშობილს ჰქონდა მორფოფუნქციური უმწიფრობა, რაც მშობლების თქმით, ექიმებს საგანგაშოდ არ მიუჩნევიათ. როგორც ყველა ახალშობილს, ნიკოლოზსაც მიეცა რეკომენდაცია, რომ ყოფილიყო პედიატრის დაკვირვების ქვეშ. სამშობიარო ჩანაწერებშიც მხოლოდ ეს რეკომენდაცია ფიქსირდება. ბავშვს როდესაც კვებავდი, ვატყობდი, რომ ჭამის დროს იღლებოდა. და ცოტა სუნთქვა უჭირდა. უბნის პედიატრთან ჩავიყვანეთ და გითხრა, რომ ამ ბავშვს არანაირი პრობლემა არ აქვს, ამ ბავშვს არც არანაირი პათოლოგია აქვს, არამედ ხომ გითხარით, რომ ბავშვი ცოტა მოზილიერდება და დაიწყებს კვებას. გამომძიებელმა რეპორტიორმა მოინახულა პოლიკლინიკის ის ექიმი, რომელმაც ნიკოლოზი ორჯერ გასინჯა. იგი ამბობს, რომ მშობლებს აუხსნა ბავშვის მდგომარეობის სერიოზულობა და რეკომენდაცია გაუწია გამოკვლევისთვის გადაეყვანათ ბავშვთა კლინიკაში, რადგან პოლიკლინიკას საჭირო გამოკვლევების ჩატარება არ შეეძლო. მაგრამ ჩვენ ხელთ არსებულ დოკუმენტებში უბნის ექიმის ასეთი ჩანაწერი არ ფიქსირდება. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ ბავშვის ავადმყოფობის ეს პერიოდი არ არის შესწავლილი. ჩვენ ხელთ არსებული მასალების მიხედვით საქმის განხილვა 2014 წლის 29 იანვრიდან 24 დღის ნიკოლოზ დიდებაშვილის ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მიყვანიდან იწყება. ფაქტია, რომ დიაგნოზი წერია, მშობელს აეხსნა ბავშვის მდგომარეობა და ისიც აეხსნა, რომ ამბულატორიულ პირობებში ამას ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ ახლა და ერთი კვირაც არ იყო ისევ გასული, რომ ბავშვს შევატყერო სილურჯეები მოსდიოდა და ფაქტიურად აი ძალიან უჭირდა სუნთქვა, ძალიან შემეშინდა. გამოვიძახეთ სასწრაფო და როდესაც აუხსენე რომ ბავშვი ესე ემართება და უჭირს პერიოდულად სუნთქვა, სასწრაფომ საჭირო ჩათვალო, რომ წავიყვანეთ კლინიკაში. ნიკოლოზის კლინიკაში ცხოვრება, რომელიც დღემდე გრძელდება, სწორედ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში დაიწყო. ციციშვილის კლინიკის ჩანაწერებით, რომლებიც გამომძიებელ რეპორტიორს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ მიაწოდა, წერია, რომ ახალშობილს ჩაუტარდა მთელი რიგი გამოკვლევები და დადგინდა, რომ ბავშვი არ საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას. ექიმები თანხმდებოდნენ, რომ ბავშვს არ ჰქონდა სასუნთქი გზების პათოლოგია. დიაგნოზში ჩაიწერა ახალშობილთა კვების პრობლემები და ცენტრალური ნერვული სისტემის დაუზუსტებელი დაზიანებები. რადგან ბავშვი საკვებს ვერ იღებდა, ზონდით კვებაზე გადაიყვანეს. მედიცინა უძულური აღმოჩნდა და დაედგინა, რომელი პათოლოგიის მიზეზით ვერ იღებდა ბავშვის საკვებს და ერთი თვისა და ერთი კვირის ნიკოლოზი საყლაპავში ჩადგმული ზონდით 2014 წლის 13 თებერვალს კლინიკიდან სახლში გაწერეს. თანდათან დღეები რო გადიოდა, ყოველდღე იმას მახსენებდნენ, რომ თქვენ ლიმიტი ამოგეწუროთ და უნდა წახვიდეთ და როიტყვენ იქიდანაც ასე გამოგვაგდეს და იქ მუშაობდა ერთი ექიმი, რომელიც ცხოვრობდა გდანში და იმ გოგონას სახელი არ მახსოვს, თხოვე რომ გიხვეწებდი მეთქი, რომ ბავშვს რახან მაგდებენ ამ კლინიკიდან, ხოლმე წამოვიდეს სხვა რა გზა მაქვს, კვირაში ორჯერ მე რაც ღირს გადავიხდი თანხას და რომ გადმოხვიდე და ზონდი გამოუცვალო, იმიტომ რომ მე ვერანაირად ვერ გამოუცვლი. ერთ კვირაში ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. პატარა სასწრაფო დახმარებამ ისევ ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
ნიკოლოზ დიდებაშვილმა ციციშვილში მეორე მიყვანის შემდეგაც ერთგულად გაიარა გამოკვლევების მორიგი ციკლი და რამდენიმე დღეში სახლში ისევ ზონდითა და ძველი დიაგნოზით დაბრუნდა. ახალშობილთა კვების პრობლემა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაუზუსტებელი დაზიანება. ნიკოლოზის მდგომარეობა სახლში ისევ დამძიმდა, ისევ სასწრაფო დახმარების გამოძახება და ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მშობლებმა ისევ ციციშვილში წასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და ბავშვი სასწრაფომ თემქაზე მდებარე პრივატ კლინიკაში წაიყვანა. ბიჭი იქნა მიტანილი ნევრომუსკულურ პათოლოგიაზე, რომელიც საჭიროებდა პორნოგრაფიას რეფერალურ კლინიკაში. და რეფერენს კლინიკა ჩვენთან არსებობს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ დეპარტამენტში 2 თვისა და 21 დღის ნიკოლოზი 2014 წლის 26 მარტს შეიყვანეს. არ მოახდინეს ბავშვის ინტუბაცია, რომ დაინტუბირებინათ, იმიტომ რომ იგივე გულმეორებდა ეს ბატონი გია და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამას მოვითხოვდით, მიუხედავად იმისა, რომ ის რეანიმატოლოგი ვალაპარაკეთ სასწრაფოდ, აი 2-3 დღე დავაკურდები და გაგატან სახლში, იმიტომ ამ ბავშვს არაფერი არ ჭირს. ექიმებმა 5 დღის განმავლობაში არ მიიჩნიეს საჭიროდ ბავშვის ინტუბირება. ნიკოლოზის მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით ბავშვი 31 მარტს უკიდურესად დამძიმდა. იგი სუნთქვას წყვეტდა. გადაწყდა ბავშვის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ექიმებმა ინტუბირებას სცადეს, რაც ხორხში სპეციალური სასუნთქი მილის ჩადგმას ნიშნავს, მაგრამ უშედეგოდ. მდგომარეობა უკვე კრიტიკულ ზღვარზე იყო. ექიმები პულსს კარგავდნენ, ვითარდებოდა ბრადიკარდია, გული ჩერდებოდა. ბავშვი იმ დღეს მხოლოდ სასწრაფო ტრაქეოსტომიით, ტრაქეაში სასუნთქი მილის ჩადგმით იხსნეს. ბავშვის გადასარჩენად სასწრაფოდ ჩატარებული მანიპულაციების დროს დაზიანდა საყლაპავი და ტრაქეის კედელი. სავარაუდოდ ექიმები მხოლოდ ამ მანიპულაციების დროს მიხვდნენ, რომ ბავშვს ტრაქეა შევიწროებული ჰქონდა და მისი პრობლემების მთავარი მიზეზი შესაძლოა ეს ყოფილიყო. 31 მარტს მივდივართ და ბატონმა გიამ გითხრა, რომ წამოგძანდით ჩემ კაბინეტში, უნდა დაგელაპარაკოთ. გითხრა, რომ ეს რა ნახა ჩემ თვალებმა, ბავშვი ფაქტიურად მოკვდა. უცნაურია, რომ ნიკოლოზ დიდებაშვილის გამოკვლევებში ვერ მოვიძიეთ ბავშვის ბრონქოსკოპიული გამოკვლევა. ექსპერტთა თქმით, სწორედ ეს იყო ერთადერთი გზა, რომლითაც დროულად შეიძლებოდა დადგენილიყო, რომ ბავშვს სხვა პრობლემებთან ერთად ტრაქეის თანდაყოლილი სტენოზი ჰქონდა. პრობლემა, რომლის გამოსწორება ოპერაციული ჩარევით შესაძლებელი იყო. რომ ჩატარებულიყო ერთი ჩვეულებრივი კვლევა ბრონქოსკოპია, ექიმები თავისუფლად მიხვდებოდნენ ამ მიზეზს, გაუკეთდებოდა ბავშვს ოპერაცია საშუალო სიმძიმის და ბავშვი არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ახლა არის. გამომძიებელმა რეპორტიორმა კონსულტაციისთვის მიმართა პროფესორ ვახტანგ კაცარავას, რომელმაც სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა, მაგრამ აგვიხსნა შემდეგი. ტრაქეის სტენოზი არ არის ბავშვის ერთადერთი პრობლემა, თუმცა ამ პათოლოგიის დროულად ვერ აღმოჩენამ ნამდვილად გამოიწვია მდგომარეობის გართულება. ბრონქოსკოპიაზე იქ საუბარი არ არის, იქ არის ესე ზოგადად რომ გითხრათ, ნეიროვიზუალიზაციის მეთოდების ცოტა დაგვიანებით გამოყენებაზე. ესეთი ამ ბრონქოსკოპიასთან კონტექსტში ვამბობ ამ დარღვევას. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო გვიდასტურებს, რომ ნიკოლოზ დიდებაშვილის საქმის შესწავლისას მართლაც აღმოაჩინა 5 ექიმის საქმიანობაში ისეთი დარღვევები, რომელთა საფუძველზე მიმართა პროფესიული განვითარების საბჭოს ამ მედიკოსების პასუხისმგებლობის დაყენება მოსთხოვა. დიდებაშვილის ოჯახი კი პროკურატურისგან ითხოვს იმის დადგენას, რამ გამოუტანა მათ შვილს განაჩენი. ჩვენს მიერ შესწავლილი სამი შემთხვევა იმით გავს ერთმანეთს, რომ თითოეული მათგანის უკან სამი ოჯახის ტრაგედია და სამი კლინიკის სერიოზული მარცხი დგას სიცოცხლისთვის ბრძოლაში. ეს კი ის ბრძოლაა, რომელშიც ცალკეული მარცხით წონის ათასობით სხვა გამარჯვებას.